ჩემი შვილები როცა მკითხავენ, რომ სად იყავი, როცა ქვეყანა იღუპებოდა და რატო ხმას არ იღებდი და როცა ბნელ 90-იანებში ბრუნდებოდით, სად იყავი, რატო არ ბრძოლობდი, ამას ჩემი შვილები ვერ მკითხავენ. ჩემი შვილები აუცილებლად სიამაყით გაიხსენებენ, რომ ჩემთან ერთადაც კი უწევდათ ხოლმე ხშირად აქციებზე დგომა. კობახიძის განცხადება მოვისმინეთ ყველამ ერთად. მას შემდეგ გაერთოდ გავარცულ. ჩვენ ისე ვაპროტესტებთ, იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ საქართველოში კორუფცია ყვავის, კრიმინალი ყვავის. აღარ შეიძლება ამის მოატანა მოთმენა, იმიტომ რომ ჩვენ შვილები ყვავს. მე შინია ყოველ დღე რომ ბავშვი ჩემს გარეშე გამოვიდეს სადმე და შეიძლება რაღაცა ცუდი მითხრან, ან ყველას ჯვარი გწერია, მაგრამ უკვე ყველას გვეხება ეს კრიმინალი, ყველას გვეხება ეს უსამართლობა, ყველას გვეხება ეს კორუფცია. ზუსტად რა ერთი კვირის წინ შეგვეხო ზუსტად მთელს ქალაქს კორუფცია, რის გამოც ერთმა უბრალოდ ფულის ტომარა ადამიანმა მოინდომა, რომ მთელი ქალაქისთვის ყალი დაეწყვიტა და 40+ გრადუს სიცხეში დავრჩენილიყავით ჩვენ უწყლოდ. არავინ მთავრობის წევრი არ გაინძრა, სანამ ამას პროტესტი არ მოყვა, სანამ ღამის 2 საათზე არ ვაიძულეთ, რომ გამოსულიყვნენ გარეთ და მოეძებინათ მუშა ხელი, რომ ხალხისთვის დროზე ადრე მიეწოდებინათ წყალი. ადამიანები რატო ამჯობინებენ ჩუმადყოფნას არ ვიცი. ყოველთვის აპროტესტებდით იმ უკანონობას, რასაც აკეთებდნენ მთელი ეს წლები და ანუ ეს არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ დღევანდელი მთავრობა წავიდეს და ამით დასრულდება ბრძოლა. ბრძოლა არ უნდა დასრულდეს. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის მაღალი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვაიძულოთ ყველა მთავრობას, რომ განვითარდეს სახელმწიფო, აღარ დაგხვიონ უკან, უნდა დავეციოთ რაღაცნაირად ევროპას. მინდა რომ ჩემმა შვილებმა მიიღონ ევროპული განათლება, მინდა რომ მე დაბრუნდნენ და სახელმწიფოსთვის კარგი რაღაც გააკეთონ. ევროპა არის ჯანმრთელობა, რომლის გამოც ძალიან ბევრი ადამიანს უწევს წასვლა დღესდღეობით საქართველოდან, რომ ჯანმრთელობის მხრივ მიხედონ თავის თავს, ხო? ალბათ რო დამეშვა ერთხელ მაინც რო აზრი არ აქვს, უნდა გავჩერდე, ალბათ აღარც გამოვიდოდი. ანუ გარდაუვალი არის ეს, რომ საბედნიეროდ ახალი თაობა, ბევრად თავისუფლები არიან და მე მჯერა, მათი მჯერა და მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას გარდაულად ეშველება და გარდაუვალია, რომ არ გავიმარჯვოთ. უბრალოდ ეს სიბნელე ჩრდილოეთ კორეას ვერ გაგვხდიან, აუცილებლად ვიტყვით ჩვენ სათქმელს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. წინ გამარჯვებისაკენ.